ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სანქციებისთვის გვერდისავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს. ამის შესახებ Fox News-ის სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ვკითხულობთ. ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად საქართველოს რესპუბლიკის კურსის თეირანის რეჟიმისგან შებრუნება შესაძლოა რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისთვის პრობლემური აღმოჩნდეს. ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად იმ ფონზე, როდესაც ირანის სპარსეთის ყურის მეზობლებს შორის სულ უფრო იზოლირებული ხდება თეირანი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რესპუბლიკასთან კავშირებს აღრმავებს. ნათქვამია სტატიაში. Fox News Digital-თან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის თანაავტორმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ირანმა საქართველოში გავლენის ფართო ინფრასტრუქტურა შექმნა, რაც ექსტრემისტთან კავშირის გამო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ ორგანიზაციებს მოიცავს. აღნიშნულ სტატიას ეხმაურებიან თბილისში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანდელაკი ისევე როგორც ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოს შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს უსამშობლო აგენტები აგრძელებენ გარემითითებით საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას, თუმცა რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვათ, იგივენაირად არაფერი არ გამოვათ, როგორც წლების წინ გვაბრალებდნენ, რომ თითქოს შავი ხვრელი ვიყავით რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში და კარგად გახსოვთ, რომ ჩამობძანდნენ სანქციების კოორდინატორები ამერიკიდან, ევროპიდან, ბრიტანეთიდან და ყველამ დაადასტურა ის, რომ ეს უსამშობლოები იტყუებოდნენ. ამ შემთხვევაში იგივეს აგრძელებენ გარე პატრონების დავალებით, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ანგარიში არსებობდეს, რასაც შემდეგ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები და პირდაპირ მტრები თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენებენ და ამაში იყენებენ სწორედ ყიდაშელს, ამაში იყენებენ სწორედ კანდელაკს. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ესეთი უსამშობლოები ჩვენ რაღაცას გვაბრალებენ, გადის დრო და სიმართლე ყოველთვის თავის კალაპოტს პოულობს.